ითხოვდნენ თუ არა თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს და შესყიდვების კომისიის ყოფილ ხელმძღვანელს გამოკითხვაზე სუში რომ ხელი დაედოთ თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის ჯუანჩერ ბურჭულაძისთვის და ირაკლი ღარიბაშვილისთვის. ეს არის კითხვა, რომელზეც დღეს მათი ადვოკატები პასუხს არ გვცემენ, ამბობენ რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე და გამომდინარე დაკავებულების პოზიციისა ისინი ჟურნალისტებთან კომუნიკაციაზე თავს იკავებენ. არც ჯუანჩერ ბურჭულაძის ცოლის ძმის ადვოკატი არ აკეთებს დღეს კომენტარს მედიასთან, ამბობს რომ არაფერი აქვს სათქმელი გამომდინარე იქიდან რომ სწორედ დაბრალდებულის პოზიცია არის რომ არ ისაუბროს საჯაროდ, თუმცა პირველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით ყველა პირი რომელიც 10 ივლისს იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე სწორედ მათი მიმართ იყო დასმული კითხვა დაადებენ თუ არა ხელს ირაკლი ღარიბაშვილს და ჯუანშერ ბურჭულაძეს, რადგან გამოძიების მთავარი მიზანი კორუფციის საქმის გასახსნელად სწორედ ჩვენი ინფორმაციით ამ ორ მაღალ ჩინოსანზე არის გასვლა. აღნიშნული კითხვა ჩვენ დღეს დავუსვით საქმის პროკურორსაც და მან ვერ უარყო რომ მათი ინტერესის ობიექტი სწორედ ეს ორი ექს-მაღალ ჩინოსანია. ქართული ოცნების პროკურორი ამბობს რომ ყველა შესაძლო პიროვნებით ინტერესდება, რომელსაც შეიძლება რაიმე ტიპის შემხებლობა ჰქონდეს ამ საქმესთან. მათ შექმნეს არაკონკურენტული გარემო და შესყიდული იქნა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა, ეს არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და დაფლანგული იქნა დაახლოებით 1.300.000-ზე მეტი. ბრალდების მხარემ იშუანგოლა თითოეული ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებით შუანგროვება, რაც სასამართლოს სრულიად სამართლიანად დააკმაყოფილა. მოცემულ საქმეზე იყო შესაბამისი ოპერატიული ინფორმაცია. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მაღალჩინოსნები, კონკრეტულად მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე არის თუ არა ერთ-ერთი პირი თქვენი ინტერესის ობიექტი, რომელიც უკვე გამოკითხულია საქმეზე მათ შორის? ყველა საგამოძიებო ვერსია რა თქმა უნდა შემოწმება ბუნებრივია და მათ შორის მისი ქმედებებიც იქნება შეფასებული გამოძიების მიერ. მათ შეეხება ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებითაც არსებობს ინტერესი, რომ აი ამ სავარაუდო კორუფციულ სქემაში არის ირაკლი ღარიბაშვილის თანამონაწილეობა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვინ გამოვკითხეთ, რა მიმართულებით მივდივართ, რა ვერსიებს ვამოწმებთ, ამასთან დაკავშირებით ვერ ესაუბრებ. დაუსვეს მას კითხვა ჯუანშერ ბურჭულაძესთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, რომელზეც მან არ მისცა ჩვენება, რომელთაც ინაყნეგა. აი ამ დეტალებთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ გუშინ გადმოგვეცა საქმის მასალები და აქედან გამომდინარე პოზიცია უნდა შევათანხმო დეტალებზე ჩემი დაცვქვეშყოფთან, მით უმეტეს მედიასთან კომუნიკაციაზე. ამიტომ სანამ არ მექნება პოზიცია შეთანხმებული, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს გამოკითხვის დროს უთხრეს თუ არა რომ ხელი უნდა დაედო ჯუანშერ ბურჭულაძისთვის და ირაკლი ღარიბაშვილს. ამ ეტაპზე რაიმე სახის კომენტარს სისხლის სამართლის საქმის მიზნებიდან გამომდინარე ვერ დავაფიქსირებ. მათში გამოიკითხა თეო პირველად ეს რო გითხრათ. ვასილ მხეიძის, გიორგი ხაინდრავას და ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატები დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ითხოვდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები 100.000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გაეთავისუფლებინათ, თუმცა მოსამართლე ხუსკივაძემ გადაწყვიტა, რომ სამივე შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა ყველაზე მკაცრი აკვეთის ღონისძიება, პატიმრობა. ერთადერთი ბრალდებული, რომელმაც დღეს განსაჯელის სკამიდან დუმილი დაარღვია, ეს არის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ხაინდრავა. მან მიმართა დღეს მოსამართლეს, უთხრა რომ თითქმის მთელი თვის განმავლობაში ჰქონდა ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა, თუმცა მას არც ერთხელ მიმალვა არ უცდია არც მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენა, მიუხედავად იმისა, რომ მათი სახელები და გვარები მისთვის ცნობილი იყო, ამიტომ თუ კი ის თავისუფლებაზე დარჩებოდა, აპირებდა, რომ ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა როგორც ჩანს, მისი ეს პოზიცია მოსამართლისთვის სარწმუნო არ აღმოჩნდა. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ყველაზე მკაცრი აკვეთი ღონისძიება საჭიროა გამომდინარე იქიდან, რომ მათ 11 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ და სწორედ შიში იმისა, რომ 11 წლით შეიძლება ციხეში გაუშვან, შესაძლოა გახდეს იმის საფუძველი, რომ მათ მართლმსაჯურებას თავი აარიდონ და მიიმალონ ან მოახდინონ ზეგავლენა იმ ადამიანებზე, რომლებიც მათ შორის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლები არიან და რომლებიც მოწმის სახით გამოძიებას უკვე გამოკითხული ყავს. გასაგებია ბრალდების შინაარსი, უბრალოდ არ ვეთანხმები. ჩემზე არც მოდავი არავინ, ხელსაც არავინ არ მადებს და არც მოწმეებთან მქონია კონტაქტი. არა და ვიცოდი ვინ იყვნენ, იმიტომ რომ დაკითხვის დროს საგამოძიებო უწყებაში მითხრეს. პირიქით, სახლში ვიჯექი და თავს ვარიდებდი გარეთ გასვლასაც. გამომძიებელთანაც სულ კონტაქტი მქონდა.
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის მას და თავდაცვის სამინისტროს ექს-მაღალჩინოსნებს გამოძიება სავარაუდო კორუფციაში თანამონაწილეობას ედავება. საუბარია 1.5 მილიონზე დაახლოებით, რომელიც გაყალბებული დოკუმენტებით მათ უკანონოდ ბიუჯეტიდან მიითვისეს. წინა სასამართლოს ხდომამ სისხლის სამართლის საქმეზე 17 სექტემბერსაა ჩანიშნული.